ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტის, მართველი ისტებლიშმენტის გამორჩეული წევრია ჩემი მოსაზრებით გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ზუსტად მაშინ, თითქოს ემთხვევა ხოლმე, ზუსტად მაშინ, როცა ვაშინგტონიდან ისმის ცოტა გაუგებარი, ცოტა ამბივალენტური, ცოტა საკრიტიკო, ცოტა არმოსაწონი განცხადებები, ზუსტად მაშინ ეს გამოცდილი პირი, ეს გამოცდილი ასე უნდა ვთქვა პოლიტიკოსი, ეს გამოცდილი და ამავდროულად უკრაინის ალბათ ყველაზე დიდი მხარდამჭერი შეერთებული შტატებიდან, ასე ვიტყვი, ოღონდ არადამოუკიდებლად მოქმედი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვთქვათ ესეც, რომ კიტ კელოგის განცხადებები, გენერალ კელოგის განცხადებები არ არის მისი, მხოლოდ მისი განცხადებები, ცხადია უკლებლივ ყველა ამოსუნ თქვა, მაინც ასე ვიტყვი, ყველა წერტილი, ყველა აქცენტი, ხო, პრაქტიკულად ყველა სიტყვა შეთანხმებულია თეთრ სახლთან და პირველ ყოვლისა სახელმწიფო დეპარტამენტთან და მერე უკვე თეთრ სახლთან, ხო და როცა რაც ვამბობდი და როცა ესოდენ გაუგებარი ხანდახან მაინც განცხადებები გვესმის ჩვენ შეერთებული შტატების მათ შორის პრეზიდენტისაგან, აღარაფერს ვიტყვი ტრამპის კიდევ ერთ თანაგუნდელ ვიტკოფზე, სუსტად ამ დროს გამოჩნდება ხოლმე კელოგი. და აკეთებს განცხადებებს, რომლების პოლიტიკის ნაწილია, აქვე უნდა ვთქვათ, ანუ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ განცხადებაც არის პოლიტიკის, რიტორიკაც არის პოლიტიკის ნაწილი. ხო და გუშინ იყო თუ გუშინ წინ გენერალმა თქვა ამგვარი რამე. თუ პუტინს ჰგონია, რომ რუსეთი გამარჯვებას აღწევს, მოდი მე ჩავიკითხავ და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე, დეტალზე, ნიუანსზე შევჩერდები. მოკლედ, კელოგი ამბობს, თუ პუტინს ჰგონია, რომ რუსეთი გამარჯვებას აღწევს, მისი გამარჯვების ბრჭყალებში განმარტება და ჩემი განმარტება ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. ახლა მე ავხსნი რა იგულისხმება ამ ყველაფერში პუტინს ჰგონია, ან სწორად მოდი სხვაგვარად ვიტყვი, რას მიიჩნევს პუტინი გამარჯვებად, მინიმუმ ყირიმისა და დონბასის რეგიონის, აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპაციას სრულს ადმინისტრაციულ საზღვრებში და ამ ხუთი რეგიონის დაკანონებას მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მანამ სანამ მინიმუმ არ მიაღწევს ამ ხუთი რეგიონის სრულ ოკუპაციას და ყირიმის გარდა არც ერთი რეგიონი არ აქვს, დანარჩენი 4 რეგიონიდან სრული ოკუპაცია ვერ მოუხდენია ვერც ერთ რეგიონზე, ვერც ლუჰანსკზე, სადაც ყველაზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებს ამ 4 რეგიონიდან, ვერც დონეცკზე, სადაც აკონტროლებს 70%, ვერც ზაპოროჟიეზე და ვერც ხერსონზე, მანამ სანამ არ მიაღწევს, ის გამარჯვებად არ მიიჩნევს. ხო, იმ გამარჯვებას, რაც მიღწეული ექნება. SVO-ს როგორც ასეთს, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას როგორც ასეთს, ის დასრულებულად არ გამოაცხადებს, ისეთი ამბიციური და გვარიანად შეშლილია. მოკლედ კელოგი ამბობს, მისი გამარჯვება, ანუ პუტინის და ჩემი გამარჯვება, ჩემი განმარტება გამარჯვების თაობაზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. რომ იმარჯვებდეს, და აქ ძალიან საინტერესო პასაჟია. კელოგი ისევე როგორც თვლიან შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ყველა ჟანსაღად მოაზროვნე, სწორად მოაზროვნე მთელ მსოფლიოში, ფიქრობს კელოგიც და სხვაებიც ფიქრობენ, რომ მინიმუმ კი არა, პუტინს უნდა მაქსიმუმ არა უკრაინის ცალკეული რეგიონების მიერთება, არამედ მთლიანად უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაუქმება, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს, და მიერთება რუსეთთან. ეს გაუადვილებს კი არა, გაუიოლებს კი არა, პრაქტიკულად ამის შემდეგ მუხლდა ჩოქილები მიბობღდებიან მასთან ყოფილი საბჭოთა კავშირის ცალკეული რესპუბლიკები, ბელარუსზე აღარც ვლაპარაკობ, სხვებიც ივანიშვილის საქართველოს ჩათვლით. ხო და რომ იმარჯვებდესო, ის კიევში იქნებოდაო, ამბობს კელოგი. რომ იმარჯვებდეს, იმეორებს ამ სიტყვას, დნეპრის დასავლეთით იქნებოდაო, რაც სადაც არ არის, რაც ვერ მიუღწევია
4 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. რომ იმარჯვებდეს ოდესაში, იქნებოდა ოდესა, როგორც შავი ზღვის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, პუტინისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას უნდა რომ გააფართოვოს კონტროლი შავ ზღვაზე. ნახეთ, ჩვენზეც რო ვილაპარაკოთ. აფხაზეთი რუსულია. კრასნოდარის მხარე რუსულია. პორტი ტამანი ასე მაგალითად, ბოლომდე ხო, ნოვოროსიისკის პორტი და ასე შემდეგ. ყირიმი რუსულია, ეხლა მოცემულ ეტაპზე. და რჩება უკრაინის ის ნაწილი ცენტრით, შავ ზღვაზე გასასვლელი ცენტრით ოდესაში, რომელიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება ეს, გეოპოლიტიკურადაც სჭირდება მას, ანუ რუსეთს, ანუ პუტინს, რომ დაამტკიცოს კი არა, განაახლოს და გააძლიეროს საკუთარი დომინაცია შავ ზღვაზე. რომ იმარჯვებდეს, ოდესაშიც იქნებოდა, რომ იმარჯვებდეს, უკრაინის ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა. დიახ, პუტინს უნდა ერთის მხრივ კიევი, რასაკვირველია, ანუ მთელი უკრაინა, მაგრამ თუ მხოლოდ 5 რეგიონზე არის ყაბულ და თანახმა, ანუ ვიმეოროთ ყირიმზე, დონბასზე, დონეცკი, ლუჰანსკზე, ზაპოროჟიეზე და ხერსონზე ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებით მას უნდა, აქ თქვენი ნებართვით ვიხმარ ინგლისურ ტერმინს, ინგლისურ სიტყვებს, რეჟიმ ჩეინჯი. უშუალოდ კიევში ოღონდ ვერ ხვდება, რომ რეჟიმ ჩეინჯი სულისკვეთების თვალსაზრისით ზელენსკი წავა, რასაკვირველია, ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ სულისკვეთების თვალსაზრისით რეჟიმ ჩეინჯი ვერ მოხდება უშუალოდ კიევში და კიევის მიერ გაკონტროლებულ ვერც ერთ ქალაქში, ვერც ერთ რეგიონში კიდევ 10 კი არა 100 წლეულების განმავლობაში ზელენსკი წავა, სხვა ზელენსკი მოვა, სხვა გვარისპირი მოვა და ისიც ისეთივე ანტირუსი იქნება, როგორიც არის მოცემულ ეტაპზე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ დააბრუნოს და ტიმოშენკო ხო სიგიჟია, ხო წარმოუდგენელია, მაგრამ აი წარმოუდგენელი რო წარმოვიდგინოთ და ტიმოშენკო რო გახდეს პრეზიდენტი უკრაინისა, რაღაც 2 წელიწადში პირობითად, ტიმოშენკო ვინის ის და არ ჩამორჩება უკვე შემდგომ ზელენსკის ანტირუსეთობაში. სხვა შორის ევროპაშიც გვაქვს ჩვენ ამგვარი მაგალითები, მე ახლა ქვეყნებს არ დავასახელებ, რომლებიც ერთი ხანობა პირიქით მაგალითებიც გვაქვს, მაგალითად ორბანის მაგალითი არის პირიქით მაგალითი, ის საკმაოდ ანტირუსეთული იყო. მაგრამ გვაქვს აი პირაქეთ ან სხვაგვარი მაგალითების, როდესაც იყვნენ ერთგვარად პრორუსები, ტიმოშენკოზე გამახსენდა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემთვის ძალიან საკრიტიკოა, ძალიან მიუღებელია, მათ შორის რუსეთთან დაფორმებული ხელშეკრულებების გამო და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა იულია ტიმოშენკოზე არ ვილაპარაკებ. ხო, ტიმოშენკოც კი გახდება ანტირუსეთული. აი ტიმოშენკოს შანსი არ აქვს. გენერალი ზალუჟნი, აი ბევრი ამბობს, რომ გენერალი ზალუჟნი არის ღირსეული კონკურენტი, ჯერესკაცი აპირებს თუ არა მონაწილეობას სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში ღმერთმა უწყის, მაგრამ ოკეი, თქვათ და აპირებს. ზალუჟნი ზელენსკიზე მეტად ხელგაჩხერილი ან არანაკლებ ხელგაჩხერილი რო იქნება, ხო? ეს ხომ ფაქტია. განვაგრძოთ. სხვა გენერალი კელოგის სიტყვების ციტირება. ახლა შეიძლება თქვანო, ამბობს კელოგი, დონბასისა და დონეცკის რეგიონში წინ მიდიან. მეც მილაპარაკია, უკვე სხვა გენერალი ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენად ნელა მიდიან, რომ აი ლოკოკინა უფრო სწრაფად მოძრაობს უკრაინის სიღრმეში, ვიდრე რუსეთის ჯარი. ეს ცხადია, უტრირებული ნათქვამია, ლოკოკინა უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე რუსის ჯარი. თლად გულახდილები ვიქნებით, მაგრამ იმისთვის, რომ ავხსნათ, როგორ მოძრაობს, რამდენად წინ მიიწევს რუსის ჯარი უკრაინის სიღრმეში, ხო? დნეპრის დასავლეთით რამდენად წინ მიიწევს ლოკოკინა, ალბათ საუკეთესო ლოკოკინის მოძრაობა, ალბათ საუკეთესო მაგალითია და საუკეთესო ხსნის რუსის ჯარის მოძრაობის ტრაექტორიას და სისწრაფეს. ახლა შეიძლება თქვან, რომ დონბასისა და დონეცკის რეგიონში წინ მიდიან, მაგრამ თუ წინსვლას ბრალებში მეტრებით ზომავ და არა მილებით, მაშინ კი შეიძლება წარმატებად ჩათვალო. ხო, მეტრობით მიდიან წინ. ოღონდ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიდიან. რუსეთს წყობრიდან გამოსული ან დაღუპული, ან ორივე ერთად უფრო ზუსტი რო ვიყო,
ყავს მილიონამდე ჯარისკაცი, მილიონამდე ოკუპანტი, მილიონამდე საზარბაზნე ხორცი. იმიტომ რომ შვიდობიანი მოქალაქეები რუსებისა არ იღუპებიან. მათ შორის არც უკრაინის მიერ ოკუპირებულ რუსულ რეგიონებში, ასე მაგალითად კურსკში და აი უკრაინას ყავს დაახლოებით ყველაზე ობიექტური დათვლებით სამჯერ ნაკლები, ანუ 300-350,000 სხვერპლი, როგორც დაჭრილები, ისე ტყვეთჩავარდილები, ისე დაღუპულები და მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებში. რას დადასტურებს ეს, რომ უკრაინა მიზანმიმართულად წერტილოვნად ბომბავს ანადგურებს რუსეთის სტრატეგიულ, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, ხოლო რუსეთი უმისამართოდ ისვრის. აი, ისე უმისამართოდ, როგორც პაპუაშვილი ისვრის ხოლმე სიტყვებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა ეს უკანასკნელი, ანუ პაპუაშვილი აბა რას ახსენებელია ახლა. და კელოგის აღნიშნავს, მან შეიძლება წარმატებად ჩათვალოსო ეს მეტრობის ციარული წინო, მაგრამ ის ფასი, რასაც ისინი ამ წინსვლაში იხდიან, უზარმაზარიაო. არ გონია ხალხს რეალურად ესმოდეს ეს რიცხვები, რუსი ხალხია პირველ რიგში ალბათ მაინც მხედველობაში ხავს რუსი ხალხი გენერალ კელოგს, მაგრამ როდესაც დაღუპულებსა და დაჭრილებზეა საუბარი, მათ მილიონზე აგიმასაც უთქვამს, ბევრად მეტი დაკარგეს ბოდიში, მე მილიონი ვთქვი, შედარებით მოგრძალებულად და კელოგი თურმე ამახვილებს ყურადღებას მილიონზე ბევრად მეტზე და მე უკვე ავღანეთის მაგალითის ასახელებს იხსენებს 18,000 დაკარგესო ავღანეთში რუსებმა, ჩვენო ანუ ამერიკელებმა 65,000 დავკარგეთ ვიეტნამშიო და რუსეთში კი მილიონზე მეტი დაღუპულიან დაჭრილი ხავს. ეს ციფრები, რიცხვები მეორე მსოფლიო ომის მასშტაბებისაა, თუ დაფიქრდები თავზარდამცემია, რასაკვირველია, ოღონდ ამბავიც ის არის, რომ რუსეთში ეს კრიტიკული აზრი, როგორც ასეთი აღარ არსებობს. რუსეთის სივრცეში, რუსულ სივრცეში, მოდი ცენტრალური ან დასავლური რუსეთი მივიღოთ მხედველობაში და ახლა ომსკზე და ჩელიაბინსკზე არ ვილაპარაკოთ, ხო? იქ აღარ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხმამაღლა იტყვიან, რა კავშირშია ამ ყველაფერთან საქართველო, ვინმე იტყვის, არა, საქართველოზე არ არის ეს ვიდეო ბლოგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილიც ხო აქ მინი მოდელს აკეთებს რუსეთისა, რომ მას უნდა რომ გააგდოს და ლიბერალური ქართული ოპოზიცია იყოს ჩაკეტილი პარიზსა თუ ბრიუსელსა თუ ბერლინში და ისევე როგორც რუსული ოპოზიცია, ინოაგენტები ან ოპოზიცია ან ინოაგენტები და ოპოზიცია და იქიდან აკრიტიკონ და ფეხებიც ვერ მოსჭამონ ბიძინა ივანიშვილს ზუსტად ისე როგორც რუსული ლიბერალური ეგრეთ წოდებული თელსოფლიოში გაფანტული ოპოზიცია ფეხებსაც ვერ სჭამს პრეზიდენტ პუტინს შლეგ ლიდერს, იმიტომ რომ ხეფენ ყვირიან სწორ ან არასწორ ანალიზს აკეთებენ, მოკლედ აქტიურები არიან ხადარკოვსკი და არა მხოლოდ ხადარკოვსკი, არამედ ვინ არა, ევროპარლამენტშიც მიდიან და სავისი სხვა ცალკეული სახელმწიფოების პარლამენტებშიც, საკანონმდებლო ორგანოებშიც გამოდიან გზნებარე სიტყვებით, მაგრამ ისინი გამოდიან და პუტინი მოსკოვში, კრემლში იცინის. ესენიც უნდა რომ ან დაიჭიროს ოპოზიციონერები, ან გააგდოს ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, კრიტიკულები ვინც არიან ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის წინააღმდეგ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას განდევნას, დაჭერას, დაშინებას, დაფრთხობას, მოსყიდვას და ასე შემდეგ და თუ ვინმეს გააგდებს, ავისი 50 პირობითად ლაპარაკობ, ახალი ქართული ემიგრაცია, ლიბერალური საზოგადოება, ხო, პოლიტიკური პარტიები ბერლინიდან იყეფებენ. აი რატომ აქვს ეხლა რა კავშირშია და სულ არ მინდა რომ საქართველოს ლაპარაკი, მაგრამ მაინც აი რატომ აქვს პროტესტს თუნდაც 50 კაციანზე ვუტრირებ ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ახლაც და გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის, ასე ვიტყვი, სულ არ მინდოდა 4 ოქტომბერზე ეხლა ორი სიტყვის თქმა, მე იმდენად მინდა, იმდენად სასიცოცხლოდ მიმაჩნია ქართული სახელმწიფოსათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ასეთი დასრულდეს, რომ მე 4 ოქტომბრელი ვარ, ხო, დროშების რევოლუციას, ჯანყს, ავიც კიდე რა, სტამხობას, რევოლუციას უწოდებთ ხოლმე და მეც რასაკვირველია, არც ვიმჩნევ და არც ორგანიზატორებს არ ვეუბნები, ბევრთან მაქვს ნაცნობ მეგობრობა მაკავშირებს ბევრთან შესაძლო არა რამდენიმესთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ვეუბნები პირიქით, ვამხნევებ და ვეუბნები, რომ ყოჩაღ მეთქი, მაგრამ აი ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია ამგვარი არის, რომ მეგობრებო, თქვენ მოგმართავთ, არა მათ პატიოსან ადამიანებს, არამედ თქვენ მოგმართავთ. ემანდ რომ მოხდეს, რომ 4 ოქტომბერს არ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილი.
ისი ალბათობაც მოდი თუ გნებავთ აი ესე მოკრძალებულად ვიტყვი არის მცირე. ეს არ ნიშნავს რომ 5 ოქტომბერს რუსთაველი არ უნდა იყოს გადაკეტილი. ეს არ ნიშნავს რომ 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში არ უნდა იყოს თუ 10-ში გადაკეტილი რუსთაველი. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ მოვიღალოთ. და ჩვენ დავიღალოთ, იმიტომ რომ ყველაზე პროტესტი უკან უწყვეტელი, ყველაზე მეტად უშლის ნერვს და ნერვის მოშლას ვინ ჩივის, ყველაზე მეტად აფერხებს ბიძინა ივანიშვილის გეგმების აღსრულებას. უშლის ხელს მას გეგმების აღსრულებაში. კვლავ ვიმეორებ, სულ არ მინდოდა 4 ოქტომბერზე ლაპარაკი, უბრალოდ მე ამით იმის თქმა მინდო, რომ მე ძალიან მეიმედება 4 ოქტომბრისა. რა საკვირველია, მე მართლა მგონია ან მინდა რომ ასე იყოს რომ გამოვიდეს 200,000 კაცი არ დაიძრას, მე იმათმა დაუშვან შეცდომები მიაყოლონ, შიგნიდანაც გასკდეს გუნდი, არ ვიცი გდდ პოლიცია ვიღაცამ ფორმა გაიხადოს, ვიღაცამ ფორმა გამოიხადოს, არ ვიცი ბიზინა გამოვიდეს აბასტომლიდან და თქვას რომ დავთ, არ ვიცი. ისე მინდა რომ არ ვიღამე ესე ვიტყვი ხამეები არ ბძინავს მეთქი. მაგრამ თუ ემანდ მოხდა ისე რომ ესე არ როგორც ორგანიზატორებს წარმოუდგენიათ ასე არ მოხდა, ეს არ ნიშნავს კვლავ ვიმეორებ მეორეჯერ თუ მეშვიდეჯერ რომ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ პროტესტი გავაჩეროთ. პროტესტი ანელებს კი არა აფერხებს ბიზინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საბოლოო მკვლელობის აქტს როგორც ასეც საკონტროლო ტყვის გასროლას საქართველოსთვის შუბლში ტყვის დახლას. ახლა რაც შეეხება კელოგს და გადავედი ვარ ისე ძირითად საკითხზე. ის პირველი ხაზის დანაყოფები, რომლებიც მათ 4 წელიწადზე მეტი ხნის წინ რომლებმაც სცადეს 4 წელიწადზე მეტი ხნის წინ კიევის აღება, თარგმნით ხოლმე მაპატიეთ ხა ეს თარგმანს გითხულობ ხო, უმჯობესი იქნება რომ რა ვიცი უკეთ თარგმნოთ ან დროსა და პირში მაინც შეუთავსოთ ხოლმე რაღაცეები. უკვე აღარ არსებობს ამბობს გენერალი კელოგის ისტორია. აღარ არსებობს. გამოიცვალეს მეორედ და მესამედ სამხედრო სარდლებიო. ბრძოლის ხაზზე ტანკები მუზეუმებიდან გამოხავთ და მართლაც ასეა რუსეთს ეს პრორუსებს არ სჯერათ და ვერ ხედავენ, მაგრამ და ამბობენ რომ ვილიკაია რუსია ვილიკაია კი არ არის. ბოლს აყენებს იმის თაობაზე რომ დაუმარცხებელია და არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპაშიც, სადაც სადაზვერვო სამსახურები წესით უნდა მუშაობდნენ და მუშაობენ კიდეც, ისინიც კი დამფრთხალები არიან ხშირ შემთხვევაში და აი ამ ბოლსაყოლილები, ხო? დაბოლებულები ასე ვიტყვი. ამიტომ რუსეთი უფრო ქმნის მითს საკუთარი ძლევამოსილების თაობაზე და არ არის იმდენად ძლევამოსილი, როგორც წარმოაჩენს ამას. ველზე მასშტაბურ მოძრაობებს ვერ ახორციელებენ, ამბობს გენერალი კელოგი, რადგან უკრაინელები მათთან ადგურებენ, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. ძალიან კარგი განცხადებაა, სხვასაც ამბობს გენერალი კელოგი, ერთი აბზაცი დაგვრჩა პრინციპში და ჩავიკითხოთ, მაგრამ მე ვისურვებდი რა საკვირველი რომ ესეთი თან მიმდევრული იყოს განცხადებები ვაშინგტონიდან, რომ ემან როცა თანმიმდევრული იყოს პირველ ყოვლისა მასში, როდესაც გადამწყვეტიან ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პატარა თუნდაც ისტორიული მომენტებია. ეხლა კითხვას პასუხობს თავად სვამს ამ კითხვას და პასუხობს. მაშასა და მე ვფიქრობ თუ არა რუსები იმარჯვებენ, პუტინი ასე ამბობს რომ მაგრამ დასავლეთმა უბრალოდ კაფიოდ უნდა უპასუხოს, არა თქვენ ვერ იმარჯვებთ, თქვა ამბობს შეერთებული შტატების ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი იალტის ევროპის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას. და სწორია ეს და კარგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასობაში მე მომივიდა ბოდიში ერთი წამით აი რეკლამა გაივლის მალე, ხო? I became fluent in Spanish. ბოდიში. 130. აკაც რეკლამა ჩაირთო. რა არის ეხლა ჩვენ ნახოთ ეს. აქ პორტიკოვის ის არის პორტიკოვის ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ბლოგია, რომელიც უკრაინულად არის, მაგრამ ისა მივხვდი რომ აქ ტრამპზეა საუბარი, ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაზე, ტრამპი უთქვამს და მეორეჯერ თუ მესამეჯერ თქვა ეს რომ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს ვერ იტანენო და ისე ვერ იტანენო რომ
მე მომიწევს მე რო ჩანს მე თუ შეხვდებიანო და შეხვდებითო ხო მე მომიწევს მეტი ლაპარაკიო ისინი მათ ეზიზღებათ ეჯავრებათ ერთმანეთი ოღონდ აქ მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით ეს სწორი განცხადებაა რასაკვირველია ზელენსკის ცალკე ტრამპი და ტრამპს ცალკე ტრამპი ბოდიში ზელენსკის ცალკე პუტინი და პუტინს ცალკე ზელენსკი რასაკვირველია ეჯავრება ეზიზღება არაფერი არ არის აქ გასაკვირი მაგრამ მე გეტყვით რომ ზიზღი როგორც ასეთი არის პროტესტის ფორმაში მოქცეული თუ ვერბალური გამოხატულება აქვს ვერბალური გამოხატულება მე შენ მეზიზღები როცა თქვენ მომართავთ ასე მაგალითად ხო მე თქვენ აპროტესტებთ ან როცა მაგინებთ მაგალითად ხო პროლსა და ბოტს და რეალურ ადამიანებს რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ და ცუდია ცხადია მაგრამ თქვენ აპროტესტებთ ჩემს აზრს ჩემს პიროვნებას ჩემს მოსაზრებებს ჩემს ფიქრებს საჯარო აქტივობას და ასე შემდეგ და ამით მიპირისპირდებით აბა ეხა მართლა იმას თქვა დამხვდებით ეხა იარაღით მომარჯვებულები რა მე საბოლოო ჯამში არც თქვენი გინება პირიქით ასე უნდა თქვა მაძლიერებს მეთქი და თქვენი კრიტიკაც მაძლიერებს იმიტომ რომ ხვდები რომ თქვენ უმრავლესობა თქვენგანი ყოველ შემთხვევაში ტროლბოტი და ხელისუფლების სამსახურშია მაგრამ აუხსნი ამას დიახ ზელენსკის ზიზღება პრეზიდენტი პუტინი და კარგიც არის ისევე როგორ იმიტომ რომ ისევე როგორც მთელ უკრაინელ ხალხს და იმიტომ რომ მთელ უკრაინელ ხალხზე გადადის ეს ზიზღი როგორც ასეთი მაშ რას ეხება ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება სწორედ იმას რომ გენერალმა კელოგმა პრინციპში გაგვაცნო ჩვენ შეერთებული შტატებიდან ხედვა კიდევ ერთი ოღონდ წუხვარ რომ შეიძლება ხვალზე ისევ მოვიღუშოთ თუ ჩვენ ამასობაში წავიკითხავთ და ბარემ ერთსაც ვიტყვი და ამით დავამთავროთ თუ გნებავთ წავიკითხავთ ერთი ამბავის გავრცელდა 17 წუთის წინ გავრცელდა ისევ კელოგს ეხება ოვალურ კაბინეტში გქონდაო განხილვაო წარმოიდგინეთ ტრამპისთან დასწრებით იქ ესწრება ვიტკოფიც რომელზის თაობაზეც მე ცხადია უარყოფითი ან ცხადის შეიძლება სულაც არ არის მაგრამ ყველაზე უარყოფითი აზრისა ვარ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების მიმღებებიდან და კელოგი ამბობს უსაინტერესო ეს ფრაზას ოვალურ კაბინეტში გქონდა განხილვა სადაც საუბრობდნენ რუსეთის სამხედრო ბრჭყალებში უპირატესობაზე მე მათ ვუთხარიო გენერალი კაცია ენდობა და რომ არ ენდობოდეს ტრამპი გაანთავისუფლებდა ან სხვა პოზიციაზე გადაიყვანდა ჩვენ მათ დედას ვუტირებთ რუსეთი ისეთი ძლიერები არ არიან როგორც პუტინი ამბობს და ამისთვის მე მადლობას ვუხდი უკრაინის შეერაღებულ ძალებს ზედმიწევნით ზუსტი მესიჯებია არ მგონია ვინმეს რუსეთის სამხედრო ძალების ეშინოდეს არ მჯერა რომ მათ კიდევ ჰქონდეთ შესაძლებლობა მარშით შევიდნენ სადმე ისევ კელოგი ბოდიშ ვიხდი აი გვეწევა და გვეწევა ხო ბოდიში ეს მე წაკითხული მაქვს ესე იგი და ეს უკვე გაგაცანით და ამასობაში მედვედევი ლოთი ნაბახუსებზე ამბობს ამგვარ რამეს თუ ნატო ეს არის სიკორსკის განცხადების პასუხად ისი თქვენ რომ სიკორსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის რომ ჩამოვაგდოთ დრონები რომლებიც გადაუფრენენ და დაეცებიან ან აპირებენ რომ უნდათ რომ დაეცეს უკრაინის კი არა ნატოს წევრ ქვეყნების ტერიტორიაზეო ესე უნდა ჩამოვაგდოთ ამას ამბობს უკრაინის კი არა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რა ხო და გამოფხიზლებული მედვედევი ამბობს პასუხად თუ ნატო ჩამოვაგდეს რუსეთის დრონებს უკრაინის თავზეო რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ომი დაიწყებაო და რუსეთის დრონებს ნატო აგდებს ნატოს დახმარებით აგდებს ისედაც ამიტომ მამკაცის ბაქიბუქს მაინც და მაინც ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმედმა რომ გადაპოსტოს მაღალი ალბათობით გადაპოსტავს არ მიაქციოთ ყურადღება შემო ძვირფასო მაყურებლებო თუ ვინმე ხართ ნუ განსაკუთრებით რეგიონებიდან იმიტომ რომ რეგიონში რეგიონებში რამდენადაც ხვდები უფრო მეტად მოქმედებს ეს პროპაგანდა წუხვარ ამის თქმა რომ მიწევს ფინეთის პრეზიდენტის ტუბი 44 წელს ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა თუმცა ტერიტორიის აქ კარელია დაკარგა 10% ალიანსის არჩევის სუვერენიტეტი დაკარგა არასოდეს ვისურვებდი ამას უკრაინისათვის დიახ მართლაც 44 წლიდან პრაქტიკულად იგი რამდენი გამოდის ხო 24 წლამდე
80 წლის განმავლობაში ფინეთი იყო ესეთი ნეიტრალური სახელმწიფო, გაჩხერილი ორ სივრცეს შორის, რომელსაც სურვილიც არ ქონდა, სურვილიც და შესაძლებლობაც არ ქონდა, მაგრამ გაიხსნა შესაძლებლობის ფარგლებ მანჯერა და ის გახდა ალიანსის წევრი. პუტინმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია, ამას ამბობს ისევ და ისევ ფინეთის ლიდერი ალექსანდრ შტუბი. და ხო, სიზულვილზე გითხარით. სიკორსკიზეს გითხარით და ასე შემდეგ რა არ გითხარით, ხო, ისევ შტუბზე თქვა ორი სიტყვა. ხო, ცოტა საკამათოს არ არის პრინციპში, ჩვენ ამჟამად ჩვენ ცხოვრობთ, ყველა ამბავი გავიხსენოთ თუ გდებავთ, ხო? მსოფლიო ისტორიის 1918, პირველი მსოფლიო ომის დასასრული, 45 მეორე მსოფლიო ომის დასასრული და 89 წლის მომენტში, ანუ ვარშავის პაქტის და საბჭოთა კავშირის დასრულების დასასრულის დასაწყისი, ხო? აი ამ მომენტში უბრალოდ არ ვიცით, საით მიექანება მსოფლიო მიექანება იქით იმისკენ, საითაც უნდა მიექანებოდეს ურუსეთო ან უძლიერ რუსეთო და ისტორიის გაგრძელებისათვის ცხოვრების მეთქვი, მაგრამ არა, უძლიერ რუსეთო, ძლიერი რუსეთის გარეშე ისტორიის გაგრძელებისათვის. აი, შტუბმა რო იცოდეს სად მივექანებით ჩვენ, ხო? ალბათ იცის კიდეც. ის უფრო ჩვენთან დაკავშირებითაც მძაფრ განცხადებას გააკეთებდა, როგორც ცალსახას საქართველოს ივანიშვილის ხელში, ჯოჯოხეთში მიექანებაო ამას. იტყოდ, ამიტომ გამოდით 4-ში, მაგრამ ემანდ რომ მოხდეს, რომ არაფერი შეიცვალოს, გამოდით 5-შიც, 6-შიც, 7-შიც ეს ქვეყანა გადასარჩენია. ნახვამდის.